Hi. და მეგობრებო, დავბრუნდით ჩვენ ისევ ოღონდ ეხა უფრო განსხვავებული სახის ვიდეოს ვიგებთ, ეს არის ჩელენჯი და მოდი მე გეტყვით დღევანდელ ვიდეოში რას ვაპირებთ. დღევანდელი გამოწვევისთვის ჩემს მეგობარს 3 ილუზიონის ვთხოვე, ჩემთვის და თამოსთვის მოეცათ განსხვავებული დავალებები. ეს 3 ილუზიონისტი არის ბატონი ლევანი, ბატონი მიშო და ბატონი ლაშა. რომლებმაც ჩაწერეს ჩვენთვის განსხვავებული დავალებები. თითოეულ ჩელენჯში ჩვენ ვეჯიბრებით ერთმანეთს. ნარჩენს გავიგებთ უკვე უშუალოდ ვიდეოების შემდგომ. თუმცა მთავარი ამ ვიდეოშიც არ ვართ ჩვენ მარტო საბედნიეროდ, ეს არის ქართული ბრენდი ქარიზმა. ძირითადი მიმართულება მათი არის ავტომობილები, ისინი პრინტავენ ხუდებსა და მაისურებზე ნებისმიერი სახის ავტომობილს, ან შეიძლება თქვენი ავტომობილის დიზაინს კი დაპრინტონ. შვენიერი ამბავია. ჯერათ, ამის მეგობრებო, მე პირადად არ მჯერა. ასევე აკეთებენ განსხვავებულ პრინტებსაც თქვენ ნებისმიერ სასურველ პრინტს, შეიძლება საერთოდ სულაც არ იყოს მანქანე, ავტომობილები, კი ბატონო. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ქარიზმას, რომ გვიდგას ამ უმაგრესი ვიდეოს გადაღებაში, გვერდში და მათ საჩუქარი აი ამ ყუთშია მოთავსებული. მე არ ვიცი რა არის, იმიტომ რომ აი ესე მომქონდა. ორქულამდეა თამაში. და გვაქვს 3 დავალება. თუმცა საქმე ის არის, რომ ამ ვიდეოს მხოლოდ პოზიტიური მხარე არ ექნება. სამწუხაროდ. თამო გააცაინ თუ შეიძლება. აქვს 2 ხილი, ბანანი და კივი. მე ავჭამ კივს, ლუკა არ ჭამს არც კივს და არც ბანანს. მე საერთოდ ხილს არ ვჭამ მეგობრებო. უკვე ცუდად ვარ, იმიტომ რომ კივი მიჭირავს. ანუ შეიძლება შევეწიროთ ამ ვიდეოს ჩვეულებრივ. მარტივად რო გითხრათ, ქარიზმას საჩუქარი რჩება მოგებულს, წაგებულს რჩება ერთ-ერთი ხილი. მადლობა ყურადღებისთვის, დავიწყოთ. თუ მზად ხარ, შეგვიძლია დავიწყოთ დავალებების მოსმენა. პირველი ლევან მაჩიტაძის დავალება ვიხილოთ. გამარჯობათ, მე ვარ ლევან მაჩიტაძე და მაქვს თქვენთვის ესეთი დავალება. იპოვეთ ადამიანი, რომელიც დაიბადა სექტემბერში. ლევანი, მადლობა დავალებისთვის. დიდი მადლობა ლევან, ვეცები მე შევასრულოთ, თამო ვერ შეასრულე. ამის ვეცდებით ძალიან მარტივად და მალე შევასრულოთ. მოკლედ, ამ დავალების ქულას მოიპოვებს, ვინც უფრო ნაკლებ დროში იპოვის იმ ადამიანს. ეხა ჯეირანზე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვინ დაიწყებს. ჯეირანი. მე ვიწყებ. წავედი. When do we have birthday? Birthday? Yeah, in which month? May. Okay. October. Okay, thank you. Sorry. When do we have birthday? Can you tell me in which month? September. Yes, thank you very much. I was looking for a person who has birthday in September. Thank you very much. Dro. Tamo, Shendro. Okay. Hello, I have one question. When do you have birthday? The 5th of December. Okay. When do you have birthday? March, January. Oh, thank you. Birthday. Birthday. It's 2nd December. December. And when do you have birthday? My birthday? Yeah. 7th February. August. August. Oh my God. Thank you. Birthday. April 1. And you? August 6. In which month? March. March. Okay. Sorry. ყველა დღეს გაიშვა. ჩემი მომიწევს კივის ჭამა. Birthday, Yes. April. April. And you? Yesterday only. Yesterday. Oh, happy birthday to you. Hi. One question. გამარჯობა. დაბადების დღე როდის გაქვთ? Abril. მადლობა. Hi. Sorry, one question. When do you have birthday? September. Yeah! Yes, I got it. Thank you very much. ეს იყო 3 და 59 და 26 წამი მიას. Oh my God. ხო ვიპოვე. მეორე დავალების როა პირველში მე მოვიპოვე ქულა და უფრო ახლოს ვარ ქარიზმას საჩუქარისკენ ვიდრე ბანანისკენ და შენ უფრო კივისკენ ხარ ახლოს და მოკლედ მეორე დავალება არის ლაშასი, როგორც ვიცი. კი და მოდი ვნახოთ ჯერ დავალება. ლუკა გამარჯობა, შენთვის და თამოსთვის ასეთი ჩელენჯი მაქვს მოფიქრებული სახელად უცნობი ნაცნობი, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულმა თქვენგანმა უნდა გააჩეროთ უცხო ადამიანი და მას უნდა ესაუბროთ მინიმუმ 9 წუთით. ისე თითქოს მას ძალიან კარგად უცნობთ. წარმატებები ორივეს. დიდი მადლობა ლაშა ამ დავალებისთვის. რა სიტყვით ამო, როგორ შევეძლოთ? მადლობა, ძალიან საინტერესო გამოწვევა, მინდა გითხრა, ვეცდებით რომ ძალიან მალე შევასრულოთ და წარმატებები ჩვენ. ასევე მადლობა. ვიწყებთ ლაშას დავალების შესრულებას, მაგრამ ერთი პრობლემა ყველა თითქმის არის ჩამოსული ტურისტი, ანუ უცხოენოვანი, ქართველის მოძებნა ძალიან ჭირს და ანუ აქედან გამომდინარე გვიწევს სავარაუდოდ ინგლისურად ლაპარაკი და ვეცდებით. ვიწყებ? Okay. Hi.
Hi, how are you? Sorry, I know you. I met you in Amsterdam. Oh. Really? You are Tashi? No, Your name is Tashi, really? And you also know? Are you sure we were together in a ship? No, are you sure? Amsterdam. Of course, I saw you there in Amsterdam. No, really. 2 years ago, I saw you in Amsterdam. We've never been to Amsterdam. You have never been. You are joking. Maybe Or it's you were. like- No, you also know. Are you sure? I think I saw you in a ship in. No, never been. We've never been to Amsterdam. I live in Germany. That's Absolutურად why I ჩაითვალა travel მგონი, a lot and absolutურად. maybe I. მოკლედ მეგობრებო, თამაში ასრულა ლაშესწავლება ძალიან წარმატებით, როგორც ხედავთ. ლაშესწავლება შევასრულე. ჩემი ვიდეო გაგრძელდა წუთზე მეტ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ ლუკა აღარ გააკეთებ და ამას, იმიტომ რომ ანგარიში გათანაბრდა. ლუკამ მომიგო პირველი დავალება, მე მეორე და მესამე დავალება გავაკეთეთ შემდეგ. იმიტომ რომ გადაეწყვიტა მესამე რომელიც იქნებოდა თამაშებას. გადამწყვეტი, ვინ იქნებოდა ამ ჩელენჯის გამარჯვებული. და მეგობრებო, მოკლედ ამიტომ ახლა მესამე დავალება უნდა გავიგოთ, რომელიც მიშო კალატოზმა გამოგვიგზავნა. მოდი ვნახოთ დავალება. ბატონო ლუკა, დიდი პატივია თქვენს ვიდეოში მოხვედრა და ამიტომ გადავწყვიტე ესეთი დავალება მომისცეთ თქვენთვის. გექნებათ მცირე ბიუჯეტი, მოდი გიყოთ 15 ლარი, სადაც თქვენი დავალება იქნება, რომ ამ 15 ლარით შეხვიდეთ მაღაზიაში და იყიდოთ 1 წუთის განმავლობაში განსხვავებული ტიპის პროდუქტები და ვინც ყველაზე მეტ პროდუქტის შეძენა შეძლებს, ის იქნება გამარჯვებული ამ დავალებაში. აბა წარმატებები. და რავი, დავიწყოთ ხო თამა? დავიწყოთ. წავედით. წავედით. წავარ. კი. დრო. ჩერტო. დამდავდა. ზავიალზე. რა დაგვიდა? შოკოლადი წაიგეთ. ზუსტად. კაი. ნუ ხო. არის რა, კაი. ეს არის ჩემი შენაძენი, ზუსტად 15 ლარი. 3 მინუტის დადება მომიწია, იმიტომ რომ 15 ლარს გადააჭარბა. ეხლა ლუკას ჯერია. წავიდა. მოკლედ, ახლა ვიწყებ ჩემი ნაყიდი ნივთების ამოლაგებას და დავიწყეთ 1 2 3 4 5 6 8 8 პროდუქტი არის თამოს ანგარის. და ეხლა ჩემი პროდუქტების რაოდენობის დროა, მაგრამ დანერვიულობ რა, იმიტომ რომ ეს საშელია საშინელი. მოკლედ 1 2 3 4 5 6 7 8 9 აუ, გახადა. 10 და 11. არ არსებობს, ანუ კივი უნდა ვჭამო? საჩუქარი გადაეცემა ლუკას. აი, აბა ვნახოთ. ძალიან დიდი მადლობა ქარიზმას. კიდევ ერთხელ და მოდი ვნახოთ, ხო? კი. ნახოთ აბა რა იქ. მეტი აბა ძალიან მაინტერესებს. რა გამოგვიგზავნა ქარიზმა. ვაუ. ნახოთ. აი ეს უკვე სხვა. მოკლედ საჩუქარი არის საუკეთესო, მაგრამ აი საშილს რა შეიძლება? ხელით ვჭრი ამ საზიზღრობას. ანუ მოკლედ მეგობრებო, აი ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ მართლა ამ ვიდეოში და გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი და დაუფასოთ. ანუ მე ხა ისეთ რამეს ვაკეთებ. რაც ალბათ 39 წლის ვარ და ალბათ 35 წელი არ გამიგეთებ. ეს მართლა უნდა ვჭამო? მინიმუმ 1 ყავს და ანჩენი ოკეი, მაშინ 7-დან ამოვიღებ.
ოკეი. ოკეი. ერთი ხალხი რეებს ჭამს და. აი მომიტანე. და ამით მეგობრებო, ჩვენი ვიდეო დასასრულს მივახლოვდათ. ამობისთვის როგორ მადლობა. ბევრ ლაიქებში და კაი დიდი მადლობა. შენც გილოცავ ახალი ხილის დაგემოვნებას. მე გადავრჩი მართლა. პირველი და უკანასკნელი მე მგონი. მაგრამ მაინც კაი თამაში. გამოიწერეთ ლუკას არხი, აუცილებლად. იმიტომ რომ წინ უფრო სიგიჟე ვიდეოები გელოდებათ სამერთო. და მადლობა ვინც უყურებს და მოიწონებს ჩვენს ვიდეოებს. კარგად. ეგეც ჩვენი სამთვიანი პროექტი. აი დედამო